მშვიდობის ეთერშია ხალხის პოლიტიკა საარჩევნო სივრცე ლარდება ხალხის პოლიტიკაში დღეს საინტერესო პოზიციონირება გელით თუმცა მოხშირებული და კითხვების გამომწვევი ხანძრებით ვიწყებთ მათ შორის დედაქალაქშიც რომლის ახალ მერსაც მსგავსი გამოწვევები ადგილზე დახვდება ხანძრები და ჩამონათვალი რომლის შესახებაც არ არსებობს სრული პასუხები მინდა რატომ გააჩინა ცეცხლი ბოლო წლების განმავლობაში ობიექტებზე რომლებიც საინტერესო სივრცეებს წარმოადგენს ჩამონათვალში განსაკუთრებით ბევრია ბაზრობა ილოს ბაზრობის ტერიტორია 2012-ში, სავაჭრო ცენტრი საბა 2013-ში, ამავე წელს დაიწყო აკვაპარკი, ეგრეთ წოდებული ბოშების ბაზრობა 2014-ში, განსაკუთრებით რთული შემთხვევა ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძარი რამდენიმე თვის წინ. ცეცხლის სხვადასხვა დროს მოედო ეგრეთ წოდებული ხოფას ბაზრობა სენაქსა და ზესტაფონში არსებულ ბაზრობებს. ელიავას ბაზრობა ამ ჩამონათვალში ერთხელ უკვე იყო 3 წლის წინ ახლა ხანძარი ავტონაწილების ბაზრობაზე აქ მეორედ გაჩნდა. დაზარალებულების ნაწილი ელის დახმარებას ნაწილს ქონება ადგილზე დაზღვეული ჰქონდა. დღეს გასაგებად ითქვა, რომ ამ შემთხვევაში დახმარების საკითხი მერიაში ჯერჯერობით არ განიხილება ხალხის პოლიტიკაში დღეს. ქვეყანა და მისი დედაქალაქი, რომელსაც ხანძრები შეეჩვევა. ცეცხლი ადგილებზე, სადაც კონკრეტული ინტერესები არსებობს. ხეებით დაწყებული, ბაზრობებით დამთავრებული, ამჯერად ელიავას ბაზრობა. იქაც დაიწყოს აღარაფერი ეჩვენება. დასაწყისში მაღაზიებს შეუძლიათ რომ გამოიტანოთ. არ გვიშვებენ. 2 მილიონი საკუთრებული გვიდოს და ყველაფერი ვერ გამოვა. არ ვიცით, ვისი მაღაზიები დაიწყო, რა დაიწყო, არ ახმეშებენ, ახამლეზე მის მოვედო. დაზარალებული მოქალაქეები, რომლებიც ვერ გრძნობენ, რომ ინსტიტუციების სახით პატრონი ხავთ და დაუსრულებელი გამოძიებები, რომლებიც კითხვებზე პასუხს ვერ იძლევა. თავარი მოთხოვნა ისე რჩება უცვლელი ზიანის ანაზღაურება, უსწრაფისა გამოძიების დასრულება, ყველამ დამნაშავის საბრალდების კანზე დასმა. რამანძილია პოლიტიკიდან ხალხამდე და პირიქით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაპირებების დრო დგება. ჩვენი ოცნებების თბილისი იქნება ისეთი, როგორცაც ჩვენი ხელით შევქმნით. მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი. დღეს მე ვიღებ პასუხისგებლობას, რომ ვიბრძოლო ქალაქის მერობისთვის. თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში მალე. ხალხის პოლიტიკაში დღეს ვის დაუჯერებს ამ მრჩეველი, რომლის ხელთაც არის საკუთარი ბედი. სტუდიაში დღეს ჩვენ საინტერესო შემადგენლობა გვყავს, ასევე გვეყოლება პირდაპირ ჩართვით რამდენიმე პოლიტიკოსი. ბუნებრივია ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორია მერობის კანდიდატების ამ მონაცემების სპექტრი, თუმცა როგორც გითხარით, დაზარალებულებით ვიწყებთ. ბოლოს წინა, რიგით ბოლოს წინა დიდი და მასშტაბური ხანძარი, რომელიც მოხდა ბავშვთა სამყაროში, ამ მომენტში დაზარალებული მოქალაქეები არიან ჩვენთან ახლა ხაზზე. მე შეგახსენებთ, რომ მაშინ ეს იყო იანვრის ბოლოს 2017 წლის ცეცხლი 15 წუთში მთელ შენობაზე გავრცელდა და მთლიანად 18000 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. ქალბატონი ციალა შენგელია არის ახლა ხაზზე სხვა დაზარალებულებთან ერთად. ქალბატონი ციალა, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ჩვენ გვაინტერესებს ამ მომენტისთვის თქვენი მდგომარეობა. რაკიღა ელიავას ბაზრობაზე დაზარალებულები მაინც ცდილობენ თავის შეკავებას იმის გამო რომ რამე კონკრეტული ლაპარაკება, რაც მათთვის შეიძლება სარგებლიანი იყოს, არ ჩაიშალოს, ამიტომ მოგმართავთ თქვენ, როგორც სამწუხარო გამოცდილების მქონეებს, რომ გითხრათ, რა მდგომარეობაა თქვენს თავს ამ მომენტისთვის. თქვენი კითხვა ძალიან ცუდად მესვის ვერ გავიგე, მაგრამ მე მაინც გიპასუხებთ, რომ ჩვენ ვართ ბავშვთა სამყაროში დაზარალებული ადამიანები, რომლებმაც აი 25 წლიანი ნაშრომ ნაგროვები დაგვიწვეს 1 საათში. 3 დღე იწვოდა ბავშვთა სამყაროს, 3 დღის განმავლობაში არავინ არ გამოჩენილა. ეს დღე იყო, მაგრამ 3 კი არა, 5 თვე გავიდა, უკვე მე-6 თვე დაიწყო და ჯერ ჩვენ არავინ არ შეხვედრია მთავრობიდან. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ზარალის ასანაზღაურებლად
უფრო მოგცენ ჩვენი ზარალის ანაზღაურება. ქავადონციალა, თქვენ თქვით სიტყვა დაგვიწვეს. თქვენ ღრმად ხართ დარწმუნებული, რომ ეს არ ყოფილა შემთხვევითობა? ბატონო, თქვენ თქვით, რომ დაგიწვეს ტერიტორიები. კი არ დაიწვა, არამედ დაგიწვეს. ამაში დარწმუნებული ხართ და შეგნებულად იყენებთ ამ სიტყვას? დიახ, შეგნებულად ვიყენებთ, იმიტომ რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ეს იყო მეორედ გაჩენილი ხანძარი ბავშვთა სამყაროში. პირველად გაჩნდა 2 წლის უკან, დღისით მოხდა და თვითონ იქ მომუშავე ხალხმა გადაარჩინა ბაზრობა მთლიანად დაწვას. დღეს კი ღამე გააჩინეს 5 თვის უკან და ვერავის ვერაფერი უჩვენეთ. აი თქვენ უკვე გაქვთ სამწუხარო გამოცდილება, რას ურჩევდით ელიავაზე დაზარალებულებს? წუხელ თქვენ უყურეთ ალბათ, რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი? მარტო ელიავას ბაზრობის დაზარალებულებს არაფერს არ ურჩევდი, მე ურჩევდი მთელ საქართველოს მოსახლეობას, რომლებიც უნდა დადგნენ ერთმანეთის გვერდით და უნდა ვიბრძოლოთ იმ მანკიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ დღეს გვყავს, რომელსაც ხალხი საერთოდ არ ედარდება და არ ფიქრობს მათზე. ხალხზე საერთოდ არანაირი გული არ შესტკივათ. აი რატომ გაგიჩნდათ ეს განწყობა? თქვენ ხომ კომპენსაციები მიიღეთ, ქაბატონო ციალა? ჩვენ მივიღეთ 3000 ლარი ერთჯერადი დახმარება, რომელიც იყო ეს ერთჯერადი დახმარება და არა ზარალის ანაზღაურება. ჩვენ 5 თვეა დავდივართ კანცელარიიდან, მერიიდან, პროკურატურაში, მაგრამ ჯერ არავინ არ გვინახია სახეზე როგორები არიან ახლოს. და ქალბატონციალა, ბოლოს ამ გადაცემაში მერობის კანდიდატებზე გვექნება მსჯელობა. თქვენ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ხართ ახლა. აი რა გინდათ ახალი მერისგან? როგორი მერი გინდათ რომ ყავდეთ ამ ქალაქს, სადაც თქვენ ცხოვრობთ? მე მინდა ისეთი მერი თბილისისთვის, მე ვარ სოხუმელი ქალბატონი და დღეს ვცხოვრობ თბილისში და ვისურვებდი ისეთ მერს, რომელიც თავის ხალხს ქალაქიდან გაქცევაში არ შეუწყობდა ხელს. დიდი მადლობა ციალა შენგელიას, რომელიც გვერდებოდა ახლა ჩვენ და დაზარალებულების მდგომარეობას გვაცნობდა. წარმატებები უსურვოთ მათ აი ამ თავისი მძიმე მდგომარეობის მოგვარების პროცესში. ჩვენ გველის პირდაპირი ჩართვა კიდევ ერთი მერობის კანდიდატის წარდგენა შემოგვესწრება, სავარაუდოდ რამდენიმე წუთში გირჩის მერობის კანდიდატის გამოსვლას მოვისმენთ. დაგველოდეთ. დაპირებების დრო დგება. ჩვენი ოცნებების თბილისი იქნება ისეთი, როგორცაც ჩვენი ხელით შევქმნით. თანამედროვე, ჯანსაღი და მომავალზე ორიენტირებული დედაქალაქი. მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი და მე მინდა გავხდე ჩვენი ქალაქის მერი, იმიტომ რომ თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი. ელენე ხოსტარია. ერთადერთი ვის წინაშეც მე ვიქნები ანგარიშვალდებული. ეს არის არც პარტია, არც არავინ, ეს არის ხალხი. კანდიდატები პირდებიან, ვის დაუჯერებს ამორჩეველი. თბილისის მერი უნდა იყოს, არ არის აუცილებელი რომ თბილისელი იყოს, მაგრამ ძალიან უნდა უყვარდეს თბილისი. თბილისის მერი უნდა იყოს თბილისელი, მაღალი, სიმპათიური. ჩემი აზრით თბილისელი უნდა იყოს, რომ თბილისისთვის გული შეერწყიოდეს. თბილისის მერი უნდა იყოს კრეატიული, ჩემი აზრით. კარგი, წესიერი, ჭკვიანი და საყვარელი. პირველ რიგში უნდა იყოს ძალიან კეთილსინდისიერი, უნდა ზრუნავდეს ქალაქზე. თბილისის მერი ჩემთან ერთად უნდა იყოს ყოველდღიურად მეტროში და ავტობუსში. და აი აქ ზეში უნდა იდგეს 27 წუთი რო წერია ბელიაშვილს. მაშინ იქნება კაი ტიპი. თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში მალე. ხალხის პოლიტიკაში დღეს მომხრეები, მოწინააღმდეგეები, ნეიტრალური დამკვირვებლები ერთმანეთის პირისპირ.
ჩვენ დავბრუნდით ეთერში გირჩის ოფისია ახლა ხაზზე, სადაც დედაქალაქის მერობის კიდევ ერთი კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის წარდგენა მიმდინარეობს. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ ამ წარდგენას. მოგესალმებით პირველ რიგში. ბატონ ზურაბი იქნება მეოთხე კანდიდატურა, რომელიც ოფიციალურად იქნება უკვე წარდგენილი, მას შემდეგ რაც ჩვენ უკვე ვიცით სამი კანდიდატის სახელი და გვარი, ქართული ოცნებიდან კახი კალაძე, ევროპული საქართველოსდან ელენე ხოშტარია, ნაციონალური მოძრაობიდან ზაალუ დუმაშვილი. ვნახოთ რას გვეტყვის ბატონი ზურაბ ჯაფარიძე კიდევ ერთი კანდიდატურა, თუ ეს მის მას ჩემი შემთხვევით, ან მის რომელიმე პირდაპირ ეთერშია ის მინდა ვაუწყო. დიახ. და ჩვენ ველით რას ეთქვის ის აუდიტორია. რომანის შემდეგ ვარაუდობ პირდაპირ ეთერში, მოკლე განცხადება მინდა გავაკეთო კირჩთან დაკავშირებით. დღეს არ არის თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა, დღეს არის კირჩის გეგმის პრეზენტაცია, რომელიც დაკავშირებული არის 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებთან. პირველი რაც მინდა თქვა არის ის, რომ კირჩი არ აპირებს ხარი დაუჭიროს არც ერთ არსებულ კანდიდატს, თუმცა ჩვენ არ ვიჯერა რომ რომელიმე მათგანი აპირებს ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენ ვიზიტებთ არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. მეორე კირჩი არ აპირებს გაერთიანებას არანაირ ბლოკში, არც პარტიასთან ამას დაკავშირებით ბევრი კითხვები ისმოდა ჩვენი მიმართულებით. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას და მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატ დასახელებას, კირჩი აპირებს დაიწყოს 25,000 მხარდამჭერის ხელმოწერების შეგროვება. მონ განსხვავებით სხვა პარტიებისგან, სინაგეტები ტრადიციულად ჩვენ არ ვაპირებთ ამ მხარდამჭერების ხელმოწერების გაყალბებას, ჩვენ ვაპირებთ რეალურად შევაგროვოთ 25,000 მხარდამჭერის ხელმოწერა და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევაგროვოთ 25,000 ხელმოწერას, ამ შემთხვევაში კირჩი მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ჩვენ ამ არჩევნებში ჩავთვლით სრულფასოვნად, მათ შორის ცხადია გვეყოლება თბილისის მერობის კანდიდატიც. ჩვენთვის თვითმიზანი არ არის, რომ რომელიმე არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ, თუ ვერ შევაგროვოთ 25,000 მხარდამჭერის ხელმოწერას, ამასაც გამოვალდა საჯარო თვითმფრინავ, რომ ჯერ კირჩისთვის ადრე არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ჩვენ გავაგზავნეთ კიდევ მუშაობას და მონაწილეობას მივიღოთ მაშინ, როდესაც გვეყოლება საკმარისი მხარდამჭერი. ვინც თვალყურს ადევნებდა კირჩის საქმიანობას ბოლო ერთ წლის განმავლობაში, მე მგონი ყოველთვის ცხადია, რომ ჩვენ დავადასტურეთ ეს არაერთხელ, რომ იმისათვის, რომ რაღაცა ბრძოლაში იყო, რაღაცა ბრძოლა მოიგო, სულაც არ არის აუცილებელი, რომ დღეს თანამდებობა კონკრეტულად კონდეს. თუმცა ცხადია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მის არჩევნით თანამდებობა მნიშვნელოვანია ზოგადად საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის კონკრეტული ტრიბუნა იმისათვის, რომ გავაჟღეროთ ჩვენი იდეები და ვიბრძოლოთ იმ იდეებისთვის, რა იდეებისთვის აქამდეც ვიბრძოლით. ანუ კიდევ ერთხელ შევაჯამო, რაც შეეხება კირჩის არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენ თუ მივიღეთ მონაწილეობას, მივიღეთ ხოლმე დამოუკიდებლად და მივიღეთ ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ შევაგროვებთ 25,000 მხარდამჭერის ხელმოწერას. დიდი მადლობა, სულ ეს არის იქაც მინდოდა. ჩვენ დავბრუნდით ეთერში, ბოლომდე არ დადასტურდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ზურაბ ჯაფარიძე წარადგენდა თავს მერობის კანდიდატად, როგორც ნახეთ, 25,000 ამორჩევლის ხელმოწერას თუ კი მოაგროვებს გირში, იმ შემთხვევაში მას ეყოლება კანდიდატი. ჩვენ სტუმრები მინდა წარმოგიდგინოთ, ნაწილი მაინც ყოველ შემთხვევაში, ვინც ჩვენთან არის ეთერში, მინდა მოვიხმო ბატონ ხათუნა ტრიბუნასთან ყოფერია, ის კახი კალაძის მხარდამჭერებს წარმოადგენს, ასევე მინდა რომ ლაშა მოვიხმო ბუღაძე, რომელიც არის ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი, ამ შემთხვევაში ნიკა ქავთარაძის მინდა მოვიხმო, რომელიც არის გირჩის წარმომადგენელი და ვფიქრობდი, რომ იყო ზურაბ ჯაფარიძის მხარდამჭერი, მაგრამ ნახოთ რას გვეტყვის ის და ქართული ოცნების მხარდამჭერთაგან ბატონ ხათუნა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი გვაკლია ჩვენ ახლა აქ სტუდიაში. ირაკლი ჩოლოყაშვილი შემოგვერთდება, როგორც მაუწყებენ მას დააგვიანდა სტუდიაში შემოსვლა. მადლობა ძვირფასო მეგობრებო, მობრძანებისთვის, მადლობა იმისთვის, რომ თქვენს აზრს გამოთქვამთ ახლა ჩვენ სტუდიაში. ბატონ ხათუნა, რატომ კახი კალაძე თუ შეგიძლიათ მითხრათ? რა ვიცი. ზოგადად გეტყვით, ჩემ წარმოდგენაში როგორი უნდა იყოს თბილისის მერი. ის უნდა იყოს თბილისისნაირი. კაცთმოყვარე და ტრადიციების მატარებელი. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული თვისებები უნდა კონდეს მოსმენის თვისება, ეს ზოგადად მერს, არა მარტო თბილისის მერს. კარგი ნერვული სისტემა უნდა კონდეს და უნდა იყოს პრეზენტაბელური. თბილისი ზოგადად არ არის ესეთი ჩვეულებრივი ქალაქი. თქვენ იცით, რომ ჩვენ დიდი ისტორიის მატარებლები ვართ და ყველაფრის ამის, ესე ვთქვათ, ცენტრი არის თბილისი.
და აქედან გამომდინარე მას უნდა ყავდეს მერი, საიდანაც თბილისის ისტორია, თბილისის ტურიზმი უნდა დაიწყოს ამ ადამიანისგან, ამ ადამიანის ოჯახისგან. მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, დღესდღეობით ხა მე ის გელოვანი იყო ასეთი მოქალაქე არ მითხრათ, მაგრამ საყვარელის უნდა იყოს ერთ-ერთ მოქალაქე თქვა და მაღალი უნდა იყოსო და ხო მაღალიც არის და ძალიან კარგი პიროვნება არის, ჩემთვის მთავარი არის ერთი რამ, რომ მას აქვს ძალიან კარგი მოსმენის კულტურა. და როდესაც რაიმეს უსმენს, ის ცდილობს, რომ გააკეთოს პაუზა და ყოველთვის გაქცეს პასუხი იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც არის. და დადოს შედეგი, ეს ალბათ მნიშვნელოვანია მე. მე ვფიქრობ, რომ დადოს შედეგი. დადოს შედეგი ეს მისი ცხოვრებიდან გამომდინარეა, ჟიჟი. მოგეხსენებათ, რომ სრულიად განსხვავებული ფსიქოლოგიის მატარებლები არიან ზოგადად სპორტსმენები. და მით უმეტეს წარმატებული სპორტსმენის ფსიქოლოგია აბსოლუტურად განსხვავებულია. ეს არის ძალიან დიდი ჟინი მიზნის მისაღწევად და სპორტსმენს არ არსებობს სპორტსმენი, ხო? რომელსაც არ უნდა ლიდერობა. მაშინ რა სპორტსმენია ის? და შესაბამისად ამ ადამიანში ამ სპორტულ ჟინთან ერთად არის პოლიტიკური ამბიცია და მე უბრალოდ იცით რა არის ახლა ვინც მიცნობს იმათმა იციან რომ ესე თვალდახუჭულა ძალიან მიჭირს ხოლმე ადამიანებზე რაღაცა თითი რამბები რომ უმღერო და არ მიყვარს მე რომ მიმღერიან ისიც არ მიყვარს არათუ მე რომ უმღერო სხვას მაგრამ მე გადავხედე მის ჩანაწერებს ბავშვობის დროინდელ ინტერვიუებს და ძალიან სერიოზული ნამუშევარი აქვს მას თავის თავზე. როცა ადამიანი მოდის პოლიტიკაში და იწყებს თავის თავზე მუშაობას, აი დამერწმუნებიან ჩემი კოლეგები, ეს იმას ნიშნავს, რომ ის პატივს სცემს საზოგადოებას. ის ემზადება ამ საზოგადოებასთან შესახვედრად. ის ემზადება იმისთვის, რომ სრულფასოვანი მივიდეს მასთან. ამ ადამიანს ბევრი აქვს ნამუშევარი. და მე ამას ვაფასებ. იმას რომ მან თავის თავზე პროფესიონალური და პერსონალური ზრდა თქვენს თვალში შეიძლება ძალიან სერიოზული. მე ვფიქრობ, რომ ამ სფეროში დღესდღეობით და სხვათა შორის ქართულ ოცნებაში ძალიან ხაზგასმით მინდა ეს აღნიშნო. პარტიაში და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის არის პარტიული კადრი, იმიტომ რომ ზოგადად ჩვენ ძალიან დიდ დეფიციტს განვიცდით. პარტიული კადრების, ანუ ადამიანების, რომლებმაც იციან პარტიული დისციპლინა. ყველაზე არადემოკრატიული სტრუქტურა მოგეხსენებათ არის პარტია, სადაც არის გარკვეული დაქვემდებარების წესი, ესე ვთქვათ, და ურთიერთობების სრულიად სხვა ფორმა. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი მოდის პარტიიდან და მის უკან იქნება ძალა, რომელიც პასუხისმგებლობას მასთან ერთად გაიზიარებს. აი ეს არის ესე მოკლედ ჩემი დახასიათება. ჩვენ დავბრუნდებით, ბუნებრივია ჩვენ ესე რომ გამოვიყავთ ეს სიტყვა შეპირისპირებითი დახასიათებებითაც უნდა დავკავდოთ ახლა მერობის კანდიდატებს, თუმცა ჯერ უნდა კახიკავაძე არ შემეძლია რომ ავთქვა, მას ხავს ძალიან ლამაზი ცოლშვილი. ეს მე ჩემთვის არის ეს აიმიჯო ნაწილზე საუბრობთ როგორც აუცილებელზე როგორც ეს აუცილებელია ეს არის ტრადიცია მე რო გითხარით ის თბილისს უნდა გავდეს თქო აი ოჯახი ეს არის ის ტრადიცია რომელიც თბილისის მერს უნდა კონდეს და მას ყავს ძალიან ლამაზი ოჯახი და ის არა მარტო თვითონ არის პრეზენტაბელური ამ ქალაქისთვის არამედ მისი ცოლშვილიც ასევე პრეზენტაბელურია და ძალიან მისაღები იქნება მე ვფიქრობ ესე და ამიტომაც არის ჩემი გადაწყვეტილება ასეთი. პრინციპში არც ელენე ხოშტარია უჩივის ოჯახს ხო თავისი 4 შვილით ლაშას მინდა ვკითხო ელენეს სიძლიერეები მისთვის რაში მდგომარეობს? უნდა შეუპირისპირო? როგორც გენებოთ. არა, ხო, სოჭის ცოტა ისე ვარ, შემთხვევაში პირველად ვაძლევ ჩემს უფლებას რომ ეს ღიად გამოვხატო სიმპათია კონკრეტული მოქმედი პოლიტიკოსის მიმართ, მართლა გითხრათ ცოტა მომზადებელიც ვიყავი ამ ვთქვათ ფორმატისათვის როგორც იტყვიან, მაგრამ ნუ არა თუმცა ნაფიქრი გაქვთ ბუნებრივად არა, ცხადია, ხა არც მოვიდოდი, იმიტომ რომ ჯერ ერთი ვფიქრობ, რომ პრინციპში მე ძალიან მინდა რომ ქალები მართავდნენ. და პოლიტიკაში იყვნენ წარმმართველ პოზიციაზე ქალები, ყოველგვარი რაღაცნაირი კონjunktურული კეკლუცობის გარეშე, იმიტომ რომ ვენდობი უფრო ქალებს მით უმეტეს დისკრედიტირებული პოლიტიკოსი კაცების პირობებში და ასე ვთქვათ დაკომპლექსებული პოლიტიკოსი კაცების ისტორია ეს არის თანამდევი საქართველოს ბოლოდროინდელი ისტორიისა და მე პირდაპირ გითხრათ ცოტათი დაღლილი ვარ ამ კაცების ცქერითა და მათი ამბიციებითა და მათი რაღაცნაირი პატივმოყვარეობის ფეიერვერკების
მოწმენი ვართ ყველანი ჩვენ და ამიტომ ელენე მომწონს იმიტომაც გარდა იმისა რომ მინდა რომ ქალები მართავდნენ და საერთოდ ქვეყანასაც მინდა რომ ქალები მართავდნენ და მინდა რომ ქალაქს ქალი მართავდეს მილიონი მიზეზის გამო, ეხლა ამაზე დროს აღარ გაგიცდენთ. პრინციპში მიზეზებიც, იმიტომ რომ ეხლა ამორჩეველი შეიძლება დაგეთანხმოთ, შეიძლება არა. ამიტომ იქ შემოყვოთ სიღრმეებში. აი რატომ ხარ რაღაცა ტიპის მე ვფიქრობ და არა მხოლოდ მე, რაღაცა ტიპის სიდინჯე, სხვაგვარი სიბრძნე, რაღაცაერი სწორი კომპრომისის შესაძლებლობა, ნიჭი ახასიათებთ ქალებს ისტორიულადაც, პოლიტიკურადაც და დღესაც ჩვენ რო გადავხედოთ ახლა პოლიტიკურ რეალობებს ევროპაში, ხო, მაგალითად, იქ სადაც ქალი მართავს, კარგად მართავს. სტაბილურობა. კი, ნამდვილად, ეხლა ქალი ლიდერი არის გერმანიის ყველაზე ძლიერი გერმანიის ძლიერი კანცლერი ქალია. ეხლა მაგალითად, ეხლა ის პრინციპში ცოტათი პოეტური აზრი ქონდა გაბრიელ გარსია მარკეს, როდესაც ამბობდა, რომ მე იმედი მაქვს, რომ ოდესმე მოვესწრებიო, რომ ყველა ქვეყანაში, მსოფლიოში მართველი იყოს ქალიო. ამ შემთხვევაში ეს ისეთ ძველ ლისისტრატესეული იდეას აცოცხლებს, რომ თქვა ქალმა იცის მშვიდობის ფასი და ქალი არ გადააყოლებს, ასე თქვა, ფუჭ პატივმოყვარეობას ყველაზე მთავარს. ლაშა ზარათუსტრადან გახსოვს, ზარათუსტრა идёшь к женщинам, რო ეკითხება და тогда не забудь плётку. Ну ეს ницше დამოკიდებულება შეგახსენებ. ეს აბსოლუტურად სრულიად არ არის. ნიცშე ეს ახლა ზარათუსტრას სხვა რაღაცას გვეუბნება, ამ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმებით. ეხლა ნიცშე რა კონტექსტში წერს ამას, ეს მასების მართვის კუთხით, რომელიც მე ნაცისტებმა გამოიყენეს კიდეც დამახინჯებული ფორმით. ეხლა რომ მასა ისე უნდა მართო თითქოს და როგორც შესაძლოა ქალი უნდა დაიმორჩილო. ეხლა საკმაოდ საეჭო იდეა, რომელიც ეხლა ბუნებრივ მინიჩე ეხლა ბევრნაირად დაამახინჯეს, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ. ეხლა რატომ ელენე? იმიტომ რომ ელენე ჯერ ერთი დიდი სიმპათიით სხვა კანდიდატების მიმართ, ეხლა ალიკო ლისაშვილი ჩემი მეგობარიც არის და ძალიან ჯერ არ არის დასახელებული ამიტომ მისი მხარდამჭერი ოფიციალურად არ არის დასახელებული, ფიქრობს, თუმცა ჯერ ვერ გადაწყვეტა როგორც ჩანს, არ ყავს მისი მხარდამჭერები დარბაზში. ხო, მე არ ვიცოდი, უბრალოდ ელენე მომწონს, იმიტომ რომ ჯერ ერთი პიროვნულად მას ვენდობი, მე ვენდობი მის სიმტკიცეს, მის წესიერებას, მე ვენდობი მას როგორც აი რაღაცნაირად ეხლა ხშირ შემთხვევაში ეს სიტყვა ძალიან არასწორ კონტექსტში იხმარება ხოლმე, მაგრამ მის მორალს, თორე ჩვენთან გაიცვითა ეს სიტყვა და ხშირად მორალისტობენ ისინი, ვისაც ყველაზე ამორალური რაღაცეები აქვს ჩადენილი პოლიტიკაშიც და სოციალურადაც და ყოფაშიც. ამ შემთხვევაში მორალის ის მოდელია ჩემთვის ელენე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ გამოცდილიც მყავს ბევრ ასეთ საკითხში, ის არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობით უდგება თავის გადაწყვეტილებას, არ შეუშინდება, ვფიქრობ, პრობლემებს, არ მოგვატყუებს, არ იქნება ცრუპენტელა და პოპულისტი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. და მე ვფიქრობ, რომ ელენე არის ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მე ასე ვხედავ დღეს, მომავლის პოლიტიკოსი. და არა იმ ტიპის პოლიტიკოსი, რომლითაც ჩვენ ყველანი დაღლილები ვართ, ბევრჯერ გვინახავს, ბევრ ტრანსფორმაციაში გვინახავს სხვადასხვა პოლიტიკოსი და მე პირადად აი ამ რაღაცნაირი ანაქრონიზმების პოლიტიკაში არსებული კონკრეტული მოქმედი პოლიტიკოსებით მე ცოტათი დაღლილი ვარ. ამიტომ ელენე მე არ ვლაპარაკობ თქვა რაღაცა პარტიულ კონტექსტებზე, შეიძლება ვიღაცა მეს აღიქვას პრობლემად, შეიძლება მეც ვუყურებდე რაღაც პარტიულ კონტექსტებს. როდესაც აი მორალური თემის ირგვლივ ტრიალებით აგამისდა კითხვა. როგორც პარტიულად ელენეს არ აძლევ თქვენ ხმას, ასე გამოვიდა ხომ, როგორც ელენე ხოშტარიას პერსონას, რომელიც წარმოადგენს პარტიას, მაინც არის კავშირში პარტიასთან. ხო, პიროვნულად ელენეს უჭერ მხარს, იმიტომ რომ შეიძლება ეს პარტიული კონტექსტი არ ვიცი, შესაძლოა ეს პარტიული კონტექსტი, რომლის მიმართაც მე ბევრი შეკითხვა მაქვს და ბევრი პრეტენზია მისი ზოგიერთი პარტნიორის მიმართ და ეს პრეტენზია მუდმივად უნდა გვქონდეს ჩვენ, რომ ჩვენ გვახასიათებს რაღაცეების უაზროდ დავიწყება
და შესაბამისად რა კი ვივიწყებთ ამ პრობლემებს, ეს პრობლემები მე სულ ხვირწინ გვხვდება ხოლმე ყოველთვის, მაგრამ უშუალოდ ელენე არ არის დისკრედიტირებული არანაირად. ელენე არის და ეს ვიმეორე პარტიული კონტექსტის შესაძლოა ელენეს შემთხვევაში პლუსადაც კი გამოდგეს, თუ კი გავითვალისწინებთ რაღაცა იმ ტიპის გამოცდილებას, რომელიც შესაძლოა მის თქვათ პარტნიორებს კონდეთ და რაღაც კუთხით წაადგეს კიდეც ელენეს, იმიტომ რომ თბილისი არის ძალიან რთული ორგანიზმი, მას სჭირდება არა მხოლოდ გამბედაობა, არამედ ცოდნაც. აქ საქმეები უნდა კეთდებოდეს და ნუ უპირველეს ყოვლისა ჩემთვის რაღაცნაირი გარანტი არის მისი თანმიმდევრულობა, მისი თავდაჯერებულობა, მისი სიმტკიცე, იმიტომ რომ თბილისის სახით, ანუ სტრუქტურალურად თბილისის სახით ის შეეხება უშველებელ მზარდ პრობლემას და ამ მზარდ პრობლემაში მაგალითად ჩემთვის ნიშნულოვანი საკითხია რომ ეს თუ რაღაცნაირად ქალაქის მერობის კანდიდატს როგორც ერთგვარი არ ვიცი პირობაც კი წავუყენო როგორც მოქალაქემ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ დამთავრდეს ასეთი მკვლელობა ამ ქალაქისა, რომელიც ყოველფეხის ნაბიჯზე გვხვდება ახალი მშენებლობების სახით, სადაც გადაჯეგვა ხდება ყველაფრის. მე მთაწმინდაზე ვცხოვრობ და სოკოები ვით იზრდებიან, ახალი სიმახინჯეები, ბეტონის სიმახინჯეები, რომელიც ცოცხლად გვმარხავენ ამ ქალაქში. და ეს თუ ვიღაცამ არ გააჩერა, რაღაცა დავიმსგავსებით ხაბაროვსკის ყველაზე ცუდ ვარიანტს. ხაბაროვსკი არაფერს არ ვერჩი, მაგრამ თვითონ იმდენად მძიმე ურბანისტულ ანუ რაღაცა კოშმარს, მუტანს და მსგავსება თბილისი. ეს ერთი. მეორე, სრულიად ამ გადაჭეხვებსა და ასე ვთქვათ, უпростоრად ბეტონის კოშმარების პარალელურად თლიანად იკაფება და იჩეხება ხეები, რასაც ჩვენ უყურებთ, რომ ხეების გადარგვას არ გულისხმობ ამ შემთხვევაში. მე გულისხმობ თბილისში არსებულ, ასე ვთქვათ, მწვანე ეკოლოგიურად ჟანგბადისთვის მნიშვნელოვან ადგილებს, რომელიც იკაფება და ხალხს უმეტესად აინტერესებს მესთვის პოლიტიკა და სხვადასხვა, მაგრამ სინამდვილეში აი ეს ეკოლოგიური ელემენტი არის გადამწყვეტი. ჩვენ ვიხოცები, ჩვენ ვიგუნდები. მე ვფიქრობ, რომ ელენეში არ არის ამ კუთხით პოპულიზმი, რომ ხმა მხოლოდ ილაპარაკოს, მე ეს მოლოდინი მაქვს. ეხლა მე ბუნებრივია, რომ გარკვეულ მოლოდინებზე ვსაუბრობ, ხო და გარკვეულ შეიძლება ითქვას პირობებზეც, იმიტომ რომ მე მინდა ესეთი მერი, რომელიც იზრუნებს ეკოლოგიაზე, რომელიც გააჩერებს ვიმეორებ აი ამ ბეტონის სიმახინჯეების მშენებლობას, რომელიც აი ახლა თუნდაც გამოვიარე და ან თუნდაც ესთეტიკური თვალსაჩინით, ხო? ერთი უცხოელი მეგობარი მეუბნება და რა ლამაზი ქალაქი გაქვს და როგორ ვერ ხვდებით. როგორი მოვლა ჭირდება ამ თქვენ ლამას ქალაქსო. ხო? აი გამოვიარე თუნდაც ახლა რუსთაველის გამზირი და დავინახე რაღაცა კიდე ბოდიში ახლა ეს რაღაცა დეტალია, მაგრამ მხატვრის სახლის ადგილას აშენებული რაღაცა ახალი სიმახინჯია და ამ სიმახინჯის წინ დგას რაღაცა უშველებელი შევარდენი. საიდან გაჩნდა ეს შევარდენი? ისტორიულ ადგილას, რუსთაველის ცენტრში, სადაც 9 აპრილი მოხდა. სადაც უამრავი ამბავი მომხდარა ისტორიულად სათუთი და ძალიან საინტერესო როგორც ესთეტიკური თვალსაზრისით და შინაარსობრივი თვალსაზრისით და რაღაც ასე ვთქვათ სრულიად ურბანისტული პროვინციალიზმის ფორმით ვიღაცა თავნება სრულიად კრიმინალი რომელიც გამდიდრებული არის მართლა ჩვენი ბებიებისა და ჩვენი მშობლებისა და ჩვენი ფულით დგავს რაღაცა სიმახინჯე შევარდენს აი ეს შევარდენების ჩადგმები და აი ესეთი თვითნებური ბოდიში თვითნებური ეს რაღაცა მუტანტების ჩადგმა და ამოზრდა ხო და გაჩერდეს ოდესმე ამ ქალაქში. ხათო რაღაც რეპლიკა გქონდა. ჯიჯი მე არ ვიცი ჩვენ შეგვიძლია. კი, ბუნებრივია თქვენ შეგვიძლია. დიახ, რა თქმა უნდა, თქვენ კონტაქტის შეკითხვა მქონდა რომ ველოსიპედთან თუ არის ახლოს თქო ეს არქიტექტის რო გვაქვს ძეგლი დადგმული შევარდენი. მე აქ ამ შემთხვევაში კაპიტალხატულა ოპონირებისთვის არა ვარ მოსული. მე ვლაპარაკობ სიმახინჯეებზე, რომელიც ქალაქში ვრცელდება და სიმახინჯეებს, რომლის გამოც ჩვენს გული ფტკიოდა სხვათა შორის. მე შეკითხვა მაქვს. მე ველოსიპედს არ თვლი ახლა ველოსიპედი სააკაშვილისადმი უამრავი სხვა პრეტენზია მაქვს, მაგრამ ახლა მაინც ველოსიპედის მიმართ არა მაქვს. ველოსიპედი ძალიან ორიგინალურიც არის გულსმენელი. გავიგეთ, ლაშა რომ შევარდენის მიმართ გაქვთ, გავიგე. მე არა, უკვე შევარდენის მიმართაც ახლა რა ცოტა უფრო ყველა ჩვენი მართველი ტოვებს რაღაცა სიმახინჯეს თბილისში. ხო, აი ესე დავიწყოთ. ეხლა ეს სიმახინჯეები, ეს დავიწყოთ რას ნიშნავს კაცო ახლა. ეს არის ჩვენი ისტორიის ნაწილი. როდესაც საქართველოს მართველი ფიქრობს რომ რაღაც აუცილებლად თავისი მართველობის
პირობებში უნდა დაატყოს საშინელი კვალი, ოღონდ მას მიაჩნია რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია გემოვნების თუ ასეთი საინტერესო რომ არავის არ უნდა კითხოს, თავისი თვითნებურად გააკეთოს, გადაღებოს, გადმოგებოს და სხვა და სხვა. აი სუფთა ისეთი პრაქტიკული კითხვა მაქვს ალბათ და თქვენი პოზიცია მაინტერესებს ლაშა. ხოშტარიას უკან დგას პოლიტიკური ძალა. კერძოდ მე ქალბატონო ხათუნა არ ვარ აქ მოსული, მე საერთოდ არ მაინტერესებს ახლა ეს პოლიტიკური ამბები. მე მომწონს კონკრეტულად ელენე ხოშტარია და მე მხარს უჭერ ელენე ხოშტარიას. და შეკითხვა მაქვს მისი პიროვნულად მისი მიმართვა რაღაცნაირად კეთილგანწყობილი. მისი ლიდერი არის ყოფილი ქალაქის მერი ბატონი გიგი უგულავა. ნუ ხო თქვენ რამდენად ახლა პოლიტიკაზე ვიკამათოთ? მე აქ ამისთვის არა ვარ მოსული. სვარამეს გიგისვავ. არა, მე ამაზე არა ვარ გავლენას გიგი უგულავა თავის პოლიტიკურ მე ამ საქმეზე არა ვარ აქ თქვენ ეს პოლიტიკოსებს თქვენ კოლეგებს მე ამაზე ჩვენ გვექნება დებატების შესაძლებლობა საკმაოდ დრო გვაქვს მოდი არა მე არ მინდა დებატები მე აქ მოგეძლოთ ელენეს საქმეთან თუმცა ლაშა არ მაინტერესებს მე აბსოლუტურად პოლიტიკური დებატები და ახლა წარსულის ქექვა რაღაცა იმედში რაღაცა პოლიტიკურ საცვლებში ლაშა რატო ბრაზდებით არა იმიტომ რაშუაშია მე აქ არ მოვედი საკავათოდ პოლიტიკაზე მე აქ მოვედი ჩემი პოლიტიკური დამოკიდებულებები ცნობილია ყველას მიმართ. მე აქ მოვედი ელენეს საკითხზე. ელენე ხო მოგწონთ? გიგის ექნება თუ არა მასზე გავლენა? მაინტერესებს. მე რა ვიცი კაცო, ჯერა რომ ელენეს არ ექნება, ელენე ისეთი გოგოა რომ შეეცდება რომ თავისუფალი იყოს ყველას გავლენის მიმართ. ახლა სხვას უფრო ექნება სხვების გავლენა. ელენეს კონკურენტებს ქალბატონო ხათუნა საშინელი არ მინდა ახლა შევიყოლეთ ქვეკაბაჭი. არა, სხვას უფრო ექნება დიდი გავლენა. არ ექნება? აი კარგ ფეხბურთელს არ ექნება გავლენა უხილავი კაცისა? მე თუ არ ვიცი. თუ რომელი ერთის ახლა დიდი სიმპათიით ზალიკო უდუმაშვილის მიმართ, მაგრამ ზალიკო უდუმაშვილს არ ექნება სხვის გავლენა? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დამამთავრებინეთ, მე მაგით დავიწყე. მე მომწონს ის, რომ კალაძის უკან დგას პარტია, რომ ის არის პარტიული კადრი. მე ამით დავიწყე და მე მაგიტომ მომწონს ეს ადამიანი. მას აქვს სუფთა პოლიტიკური და პარტიული გამოცდილება. კარგით. თქვენ მეუნებით იდგება თუ არა, რა თქმა უნდა, იდგება ხალხი მის უკან. მეც მის უკან ვიდგები. ხალხი არა, უხილავი ტიპაჟი, რომელიც მასზე გავლენას ახდენს. არ არის ხალხის მეტაფორა გახდა უკვე ივანიშვილი? ივანიშვილი უკვე ხალხია? არ არის არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი ხალხი. კონკრეტულ ინდივიდებს, კონკრეტულ ადამიანებს უნდა მივცეთ ხმა, კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც დავინახეთ უკვე, მე ვლაპარაკობ ელენეზე და არა გიგიზე. მე ვლაპარაკობ გიგის გავლენის სიბრტყე არ ამგონია და ესე ვთქვათ სიბძაფრე იყოს იმ მასშტაბის, როგორიც შეიძლება იყოს ივანიშვილის გავლენა კალაძეზე. მაინც არ მინდოდა გვარების ხსენება და მახსენები. კი ბატონო, მოდით სტუდიიდან დარბაზიდან გთხოვს კომენტარს გიორგი ჩიკვაიძე. ეხლა გამიშვით მე რეპეტიციაზე მივდივარ. ცოტა ხანს უნდა ცოტა ხანს შეგაყოვნებთ კიდევ გიორგი გისმენთ. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს, ბატონ ლაშასთან მაქვს ეს შეკითხვა. მე ხო ყველა მე და მისვა შეკითხვა. არა, ნუ ეხა მე მოვედი ასეთი წერლის ხვედრი ამ შემთხვევაში. რატო დამაყენეთ ამ ბარიერზე, სხვა საქმეზე მოვედი. მოგწონთ თუ არა City Park? City Park-ი რა არის? City Park-ი არის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს პარკს. ნუ ხლა არ ვიცი ეს თემები, მე არ მაშინ რას ლაპარაკობ 2007 წელს ბატონი უგულავას მიერ იქნა City Park-ი ინტეგრირებული ჩვენს ქალაქში. და დღეს ეს ბატონი უგულავა დგას კალბატონზე კაცო. უგულავას ხო გამოუტანეთ განაჩენი პოლიტიკური. მე ლაპარაკობ მაგრამ ეხლა ვითხოვთ ესე იგი რეინკარნაციას უგულავასი კალბატონი ელენეს რატო აყენებთ? აი ეს არის ჩვენი მაჩოისტური კიდე ფსიქოლოგია, რომ აუცილებლად კაცმა უნდა დაჯაბნოს ქალი. ელენე მე ვფიქრობ, მე მოლოდინი მაქვს, ეხლა გარანტიას ვერავეზე ვერ დადებ დედაზე და მამაზე. ახლა იმაზეც ვერ დაიფიცებ, ასეთი და იქნება და ისეთიო. მე ჯერა და უგულავამ გააკეთა 2007 წელს. ჯერ არავის არ გაუკეთებია City Park-ის სახით. არა. მე მჯერა ელენეს სიძლიერის, მე მჯერა ელენეს პრინციპულობის და მე მჯერა რომ ელენე თუ იქნება პირდაპირ გზით არჩეული, ის ისეთი ძლიერი იქნება რომ ვერც უგულავა და ვერც ჰაბსბურგი და ვერც ბურბონი მასზე ვერ მოახდენს ვერანაირი გავლენა. კარგი, ნუ ეს უკვე რაღაც ფანატიზმის გავლენა. არა, კაცო, მე მისი სიმტკიცის მჯერა. კარგი, ჩვენ ისე გიგაბოკერია. აუ კი, და მიშა რაღაცა უფრო მეტაფიზიკური ბრალდება. არაფერი, თქვენ თუ ფიქრობთ რომ არა. ეს
ევროპული ჩვენ სხვა კანდიდატებიც უნდა ვისაუბროთ პოლიტიკაზე საუბარი, ეხლა ჩვენ ლაპარაკობთ პიროვნულ ელემენტებზე, ხო? თქვენ პიროვნული თქვენ ლამაზი ადამიანია კახი კალაძე. მე ვამბობ, ელენე პრინციპული და ლამაზია. ლაშა რაღაც აგერიათ საყვარელო არ ლამაზიაო. ქალაქის მერზე ვსაუბრობთ. ლამაზიო, ხო თქვით ქალაქის ლამაზი, მე გვეყოლება კახი კალაძე. კი მაგრამ მე მარტო ლამაზი, მე ვთქვი რომ ლამაზი ცოლი ყავს ხო? ლაშა. ელენესა ძალიან ლამაზი მეუღლე ყავს. კარგი, მე მგონი იმაზე მეც გავჩერდით ელენე ხოშტარიაზე ვიდრე რაიმე გეგმაში გქონდა ჩვენ, მაგრამ ჩემი კანდიდატი ყველაზე ლამაზია. აი ესე. ძალიან კარგი. წავედი ახლა. ლაშას გავუშვებ, თუმცა მინდა რომ რაღაცა ელენე ხოშტარია მამდენი დრო დაიკავა სწორედ მისი პარტიის წარმომადგენელი შემოვიყვანო, ვიდრე ლაშა დატოვებს სტუდიას ხაზზე ახლა რა სერგო რატიანია, შემდეგ განვაგრძობთ აუცილებლად საკმარისი დრო გვექნება სხვა კანდიდატებს მსჯელობისთვის. ბატონო სერგო, ხანგრძლივი მსჯელობა იყო თქვენი კანდიდატის ირგვლივ, ალბათ ისმენდით აქ და საინტერესო დისკუსია წარიმართა. მაინც მაინტერესებს პარტიული ელენე ხოშტარიას საკითხი განიხილოთ ახლა ჩვენთან. რა ტიპის ვერტიკალია ამ შემთხვევაში ელენე ხოშტარიას წინ გამოწევა, ნიშნავს თუ არა პარტიისთვის იმას, რომ ის არის სრულფასოვანი გადაწყვეტილების მიმღები ამ ეტაპზეც თავის კამპანიაშიც და იქნება შემდეგაც. პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ელენე ხოშტარი არის ევროპული საქართველოს გამორჩეული ლიდერი და თქვენ ვერტიკალი ახსენეთ და ჩვენმა პარტიამაც და ელენემაც გაამტკიცა, რომ ამ პარტიაში არ არსებობს ეგეთი მკაცრი ვერტიკალი, ეს არის ჩვენთან გადაწყვეტილებები მიიღება რგვალ-მაგიდასთან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ელენე არის გამორჩეული ლიდერი, არის ახალი თაობის ლიდერი და სტუდიაში უკვე ახსენეს, ასე ვთქვათ, დახასიათება, რაც მეც მინდოდა, სხვათა შორის მე თქვა და შესაბამისად ეს არის რეალობა. ელენე არის მომავლის პოლიტიკოსი. რაც გულისხმობ, როდესაც ვამბობ ამას. პირველ რიგში ელენეს აქვს თანამედროვე განათლება და ეს ნიშნავს იმას, რომ მას აქვს ძალიან მყარი ხედვა იმისა თუ როგორი არის თანამედროვე სამყარო და რისი გაკეთება არის შესაძლებელი და რა უნდა გაკეთდეს და რას ნიშნავს თანამედროვე ქალაქი და თანამედროვე სახელმწიფო. აი, ისიც რა, ბატონო სერგო, მე მესმის რომ თქვენ გექნებათ ალბათ დეტალური პროგრამა, კანდიდატს ექნება ხედვა ყველა იმ პრობლემის გადაჭრის ირგვლივ, რაც აქ დაისვა, მაგრამ მე მაინტერესებს რა რესურსია თქვენს პარტიაში იმის, რომ ეს შემდეგ შეასრულოთ. დაპირებები ყოველთვის არის მრავლად და რეალურად დედაქალაქის მერობის კანდიდატებიც ახლა ძირითადად საუბრობენ ერთი და იმავე გზავნილებით, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, რომ მწვანე საფარი იქნება, რომ იციან რა აწუხებს ქალაქს და ამაზე მიდის საუბარი. აი, რატომ შეასრულებთ თქვენ უკეთ თქვენი კანდიდატით ვიდრე სხვა? მithumetes რომ თქვენს რიგებში არის დედაქალაქის ყოფილი მერი და ეს არ ვიცი პოზიტივია თუ ნეგატივია. ეს ნიშნავს გამოცდილებას, ის რო არის ხო, ის რომ ესე იგი ვთქვათ, გიგი უგულავა არის ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი და არიან სხვა ლიდერებიც, ეს ნიშნავს გამოცდილებას, სხვათა შორის გამოცდილება ნიშნავს როგორც პოზიტიურს, ესე ნეგატიურს და ეს ყოველთვის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ელენეს აქვს თანამედროვე განათლება პირველი და მას აქვს ძალიან მყარი ღირებულებები და პრინციპები და მე საკმაოდ ცოტას ვიცნობ ადამიანს, რომელსაც აქვს ესეთი მყარი და ნათელი პრინციპები. მე კიდე ერთი მნიშვნელოვანი რამე ელენეს თავად აქვს ძალიან წარმატებული რეფორმების გამოცდილება და ესეც არის მნიშვნელოვანი, რომ მას აქვს ბოლო წლებში, ანუ იმ წლებში, როდესაც ის იყო სახელმწიფო სამსახურში, მას აქვს წარმატებული რეფორმების გამოცდილება და ეს არის მისი ცოდნაც, ხო? გარდა ამისა, ის სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო და ბოლო წლების განმავლობაში ის იდგა იქ, სადაც მართლაც უჭირდა ქვეყანას და უჭირდა სამოქალაქო საზოგადოებას, უჭირდა დემოკრატიას და სერიოზული პრობლემები იყო. გავიხსენებ თუნდაც რუსთავი ის პრობლემებთან მიმართულებით, ის იყო ერთ-ერთი უფრო ესეთი ნათელი და მკაფიო სახე, რომელსაც დაიჭირა მაშინ პოზიცია და დადგა ამ მიმართულებით. ჩვენ პრინციპში გარდა ამისა
აი მინდა რომ რა თქმა უნდა მოგცეთ გამოთქმის შესაძლებლობა აზრის რა. მაგრამ გარდა ამისა მე ვიტყვი ძალიან მნიშვნელოვანია რომ რა თვისებები არ აქვს ელენეს ესეც მნიშვნელოვანია. როცა ამბობენ რას ნიშნავს ქალი პოლიტიკაში, აი მე მაგალითად ელენეს შემოსვლით ეს ნახე რას ნიშნავს ქალი პოლიტიკაში, კაცებს ხშირ შემთხვევაში აქვს ფართომასშტაბიანი ასე ვთქვათ პროექტები, ელენეს ეს პროექტები აქვს, მაგრამ რაც განასხვავებს მას სხვა პოლიტიკოსებისაგან, ეს არის ზრუნვობითი და ყურადღებიანი არის თითეული კონკრეტული ადამიანის მიმართ. ეს არ არის უბრალოდ ზოგადად ადამიანი, ეს არის კონკრეტული ადამიანის მიმართ აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება და ეს არის მისი მნიშვნელოვანი თვისება. გარდა ამისა, ელენეს აქვს თვისებები, რაც არ აქვს ძალიან ბევრ პოლიტიკოსს და მას არ აქვს მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ელენეს არ აქვს, აი ეს არ არის ყალბი და პოლიტიკოსებს ხშირ შემთხვევაში ეს თვისება მოჭარბებულად აქვს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს ადამიანი არ არის გულგრილი ადამიანი, ანუ გულგრილობის ასე ვთქვათ გულგრილობის დოზა მასში არის საკმაოდ მადლობა სერგო რატიანს ყველაფერი ეს ჩვენ აღარ დაგვჭა დრო ყველაფერი ეს კიდე ერთი ეს რაღაცასაც ვიტყვი რომ ელენეს შეძლებს ამოატრიალოს ქალაქის ბიუჯეტი და ეს არის მნიშვნელოვანი. ელენეს შეძლებს რომ ის რაც დღეს არის მერიაში ეს არის უამრავი ხარჯი, არამიზნობრივი და არანორმალური ხარჯი, ეს არის ჩინოვნიკებზე ძალიან ბევრი დახარჯული თანხები, ეს არის უამრავი თანხები, რომელიც მიდის კორუფციაში, აი ამ კორუფციულ და ჩინოვნიკებში მიმართ თანხებს ის მოახერხებს, ამოატრიალებს ამ ბიუჯეტს და ამას მიმართავს პენსიონერებზე და ამას მიმართავს სოციალურად დაუცველებზე. აქ სტუდიიდან კითხვა თქვენს მიმართ, თუმცა არ მინდა რომ ეს გაგრძელდეს დიდხანს ეგ ალბათ ხალხნა ყოფილიას მინდა რეპლიკის შესაძლებლობა ამოატრიალებსო მე მაინტერესებს ამ პროცესში გიგი უგულავას გავლენა მასზე იმ გიგი უგულავასი რომელიც სასჯელს იხდიდა მერის თანხების თუ არ ვცდები 9 მილიონი ლარის არა თქვენ გეშლებათ გამოტანაზე კი არ იყო ესეც ხო და მისი იქნა დახარჯული ძალიან დიდი თანხა არამიზნობრივად და აი როგორ ამ მიმართულებით ამოატრიალებს ბიუჯეტს თუ დაეხმარება მას გიგი უგულავა დაეხმარება მას მიმართულებითაც გიგი უგულავა დაეხმარება ის გაითვალისწინებს გიგი უგულავას რჩევებს აი მე შესაძლოა პასუხის გაცემის და უნდა გითხრათ რომ რჩევები მართვა ზედამხედველობა არის იმ პარტიის ასე ვთქვათ იმ პარტიის მონაპოვარი და იმ პარტიის სახე რომელიც რასაც ქვია ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილი მართავს ჩვენთან არავინ არავინას არ მართავს ელენე ხოშტარიანი ლიდერი მან დაამტკიცა თქვათა შორის ბოლო თვეების განმავლობაში და წინა თვეების განმავლობაში რომ მას ესეთი ავტორიტეტი რომელიც დააწვევა და ის ვერ გაუძლებს ავტორიტეტის ასე ვთქვათ ზეწოლას მან ან აჩვენა რომ შეუძლია რომ გაუწიოს წინააღმდეგობა ნებისმიერ ავტორიტეტს და როდესაც ჩვენ გუნდში და კონკრეტულად ელენე მიდის ლიდერის პოზიციაზე ის გააკეთებს იმას რასაც რომელიც წარადგენდა თავის კანდიდატს ჩვენს ეთერში მადლობა მას მე მინდა მოვიხმო მირაკლი ჩოლოყაშვილი ზალუდუმაშვილის მხარდამჭერთაგან მადლობა მირაკლი მოგზავნით თუ შეიძლება ასევე თიკა რუხაძე მინდა მოვიხმო მეორე პლანზე და შესაბამისად გადავიდეთ სხვა კანდიდატებზე თუმცა რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დროებით